მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები ქართველი სტარტაპერებისთვის. მთავრობის ინიციატივა იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან. პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ სიახლე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების სფეროს განვითარებას, ახალი სტარტაპების დაფუძნებას და საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში. უფრო მეტს ვაგო მეზრუნიშვილის რეპორტაჟიდან გავიგებთ. უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათების სტარტაპერებისთვის მთავრობის მეთაურმა 10 წლიანი გეგმა წარადგინა. ინოვატორები, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიურ პროდუქტს ქმნიან, პირველი 3 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადს აღარ გადაიხდიან. პირველი 3 წლის განმავლობაში ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს სტარტაპერებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა ხელშეუწყობს ახალი ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას, ასევე საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში. ინვესტიციების შემოდინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი ქვეყნის ინოვაციურ ჰაბად გარდაქმნას, რაც არის ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ეს იქნება საქართველოში პირველი წყალბადზე მომუშავე დრონი. ეს დრონი სტუდენტებმა შექმნეს, რომელიც წყალბადზე მუშაობს და უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. დამწყები სტარტაპერებისთვის მთავრობის ინიციატივა მათი უნარების გამოვლენის და სამომავლო პერსპექტივის შესაძლებლობაა. არის სრულად ეკომეგობრული საწვავი, არის ის, რომ სამჯერ გვაქვს გაზრდილი ფრენის ხანგრძლივობა და არის სრულად ჩვენი შექმნილი. ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის, იმიტომ რომ როცა სტარტაპი იღებს შემოსავალს, უფრო მნიშვნელოვანია, რომ მოახმაროს საკუთარ ბიზნესს. დამწყებ გამომგონებლებს გლობალურ ბაზარზე გასვლის უნიკალური შესაძლებლობა აქვთ. საშეღავათო კანონ პროექტი არა მხოლოდ სტარტაპებისთვისაა განკუთვნილი, არამედ მცირე და საშუალო ინოვაციურ პროექტებზე მომუშავე საწარმოებსაც შეეხება. ეს არის მართლაც უპრეცედენტო ხასიათის მხარდაჭერა. გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ სტარტაპის ხასიათი არის ისეთნაირი, რომ განსაკუთრებით ადრეულ ეტაპში მათი მთავარი საგადასახადო ტვირთი ეს არის საშემოსავლო გადასახადი, იმიტომ რომ სტარტაპი შეიძლება პირველი 2-3 წელი საერთოდ მხოლოდ პროდუქტს ქმნიდეს და არანაირი შემოსავალი მას არ ქონდეს. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში ეხმარება მას სახელმწიფო. მართლაც უნიკალური შესაძლებლობა აქვს დღეს ნებისმიერმა ქართულმა სტარტაპმა სწორი ნაბიჯები გადადგას და გლობალურ ბაზარზე გავიდეს. ცოდნაზე დაფუძნებული განვითარება, რომელიც ბიძგს მისცემს საქართველოში ახალი ეკონომიკური დარგის ჩამოყალიბებას. რეფორმას ქვეყნის პირველი ეკონომისტი აფასებს. ინოვაციების კანონში ეს ცვლილება საქართველოს რეგიონში ტექნოლოგიურ ჰაბად აქცევს. ცვლილებების შესაბამისად 3 წლის განმავლობაში სრულად განთავისუფლებული იქნებიან როგორც საშემოსავლო, ისე მოგების გადასახადიდან სტარტაპ კომპანიები, ინოვაციური სტარტაპ კომპანიები, ხოლო შემდგომ პერიოდში მათი გადასახადები იქნება 5 და 10%, რაც საგადასახადო კუთხით შეღავათიან რეჟიმს გულისხმობს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემა კიდევ უფრო წახალისდება და კიდევ უფრო განვითარდება. ასევე ჩვენ ზოგადად ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაზე გვაქვს აქცენტები. ეს შეღავათები ბიძგს მისცემს ფაქტიურად ეკონომიკის ახალი დარგის განვითარებას და აქაც საქართველოს შეიძლება იყოს ერთ-ერთი საინტერესო ადგილი, სადაც ძალიან ბევრმა ქვეყანამ კვლევის და განვითარების ოპერაციები აწარმოოს. კანონში საშეღავათო ცვლილებას პარლამენტი შეიტანს. მიზანი ეკონომიკის ყველა სეგმენტში ინოვაციური პროდუქტების შექმნას ითვალისწინებს.